კონკრეტულად კურიერს 9 საათს და დღის მთავარი სპორტული სიახლეები დიმიტრი ობოლაძე გვერდება საღამოშტობის თემა. საღამოშტობის 2015 წელს ჩვენს დედაქალაქში ევროპის ახალგაზრდული სპორტული ფესტივალი გაიმართება. დღეს საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ჟურნალისტებს შეხვდნენ. თბილისში 2015 საორგანიზაციო კომიტეტი ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს 6 თვეში ერთხელ გაწეული სამუშაოს შესახებ დეტალურ ანგარიშს მიაწვდის. 20,000 სტუმარი და მათი სათანადოდ განთავსება 9 თანამედროვე სპორტული არენა ოლიმპიური სოფელი. ეს იმ ჩამონათვალთა მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლის გადაწყვეტაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს დარჩენილ 4 წელიწადში მოუწევს. მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩვენ უკვე ორჯერ უმასპინძლეთ ამ კომისრებს, რომლებიც ჩამოვიდნენ, გავიარეთ, მოვუყევით ჩვენი იდეები, გეგმები, რას ვაპირებთ როგორ. ძირითადი მიმართულებები გახავთ, ერთი არის სპორტული ინფრასტრუქტურა, 9 სახეობაში, რომელიც უმასპინძლეთ ჩვენ ამ ოლიმპიურ თამაშებს. უკვე ცნობილია, რომ ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აშენდება. დაიწყო ინვესტორის ძიება. სამუშაოთა პირველი ნაწილი კი სავარაუდოდ 2012 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ოლიმპიური სოფელი სამუშაოთა დასრულების შემდეგ ასეთ სახეს მიიღებს. ქართულმა მხარემ შესაბამისი კონსულტაციები უკვე გაიარა თურქეთის ტრაბზონში. ივლისში ვიყავით ტრაბზონში. იქ დაიწყო ჩვენი უშუალო ურთიერთობა საერთაშორისო კომიტეტთან და ევროპის კომიტეტთან, ოლიმპიურ კომიტეტთან. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ ყველანაირი სტანდარტი, რომელიც დაგჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ მოვამზადოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ინფრასტრუქტურა ამ თამაშებისთვის. ამაში უნდა იყოს ჩართული მთელი ყველა სახელმწიფო სამსახური, დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი, სააგხაერო ნავიგაცია, როგორც მით უმეტეს ჩვენ გვაქვს ტრაბზონის გამოცდილება, სადაც ის კარგად ვნახეთ და ეს არის ძალიან სპეციფიკური ბევრი თემები. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე თამაშების სპორტის 9 სახეობაში ჩატარდება. ამდენივე სპორტული ობიექტი თანამედროვე სახეს მიიღებს. უკვე დაწყებულია სპორტულ ფედერაციებთან კონსულტაციები. 2015 წელს შევხვდეთ სპორტულათაც გამართული და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ფედერაციის წარმომადგენლებთან. ის პრობლემები რაც არსებობს, თუ რამე არსებობს, რომ დავუდგეთ გვერდში და ერთობლივად შევიმუშაოთ მზადების პრინციპები. საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს საკმაოდ აქტიური კონტაქტები აქვს თავის ევროპელ კოლეგებთან. თბილისმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ შეჯიბრებას ყველაზე ღირსეულად უნდა უმასპინძლოს. მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ მათ შევთავაზებთ, არა მხოლოდ სპორტულს, იმიტომ რომ მაინც ახალგაზრდები არიან, ბავშვები არიან და მათთვის ძალიან საინტერესო იქნება მთელი საქართველოს და თბილისის გაცნობა და ბუნებრივი ამ მიმართულებით ძალიან დიდია სხვა ოლიმპიური კომიტეტების დაინტერესება. თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტმა კი უკვე გამოაცხადა კონკურსი თამაშების ემბლემის, ლოგოს, ჰიმნისა და ატრიბუტიკის შესაქმნელად.